შაიღ-მაიღის ხელაი ცივის გომბორის სერებსა, ეხლა ყვავიანიანი აქ კაც რა დააბერებსა. მართალია გომბორის ქედზე ახლა იები არ ყვავის, თუმცა შემოდგომაზეც ძალიან ლამაზია. დღეს ერთ პატარა ლაშქრობას ვაწყობ გომბორის ქედზე და მინდა ისიც გაგიზიაროთ. ესე იგი, დღეს უნდა ვნახოთ ჩვენ ლაფიანხევის კლდეები და ასევე ავიდეთ მთა ცივ გომბორზე, რომლის სიმაღლეც არის 1712 მეტრი. ზოგადად გომბორის ქედზე რამოდენიმე ცივი არსებობს, ეს არის მთავარი ცივი, აი ახლა ჩემ უკან კლდეებს რაც ხედავთ, შორია, მაგრამ არ ვიცი, მე დროინით გადავიღებ და უკეთესად გამოჩნდება. ეს არის ცივის მთა უშუალოდ, რომელიც არის როგორც გომბორის ქედის, ასევე კავკასიონის მთათაშორისი ბარის უმაღლესი წერტილი 1991 მეტრია მისი სიმაღლე. ხოლო ასევე არის, როგორც გითხარით, მთა ცივ გომბორი, რომლის სიმაღლეც არის 1712 მეტრი, ასევე არის მანავის ცივი, არის თოხლიაურის ცივი და არის კურორტის ცივი. მაშასე ახლა მთისკენ მივდივარ, შემდგომ კლდეებზე გადავიხედებით და გაჩვენებთ ყველაფრის ვიდეოს. ამოვედით მთა ცივ გომბორზე, ეს არის გომბორის უღელტეხილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში, თუმცა თუ ჯიპით ხართ 4-4 ჯიპით, შეგიძლიათ მთის ძირამდე მოხვიდეთ, სამანქანო გზა მოდის, ხოლო უშუალოდ ზევით მთამდე დაგრჩებათ დაახლოებით 500 მეტრი ფეხით სასიარულო. ამოხვალთ და დაინახავთ ძალიან ლამაზ ხედებს. ახლა კი დავიძროებით ქვევით ლაფიანხევის კლდეების გადასაღებად. ესე იგი, ამოვედით ლაფიანხევის კლდეებზე და ეხლა გადაგახედებთ. ძალიან ახლოს მისვლა არ შეიძლება. შეიძლება რაღაც მიწა ჩაგექცეთ უკან. აი თუ ხედავთ, ჩემს უკან ძალიან დიდი მასივი არის კლდეების, დრონის კადრებსაც რა თქმა უნდა ჩავსვავ ვიდეოში და გაჩვენებ. რითი არის ეს კლდეები მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზი ადგილია, ალბათ ყველას გაგიგიათ ხაშმის საფერავი. და იცით, რომ ხაშმის საფერავი გამოირჩევა თავისი უნიკალური თვისებებით. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ასე არის სწორედ ეს კლდეები. და ახლა რა ხდება, რომ მოგიყვეთ? აქ არის მდინარე ლაფიანხევი, სახელიც აქედან მომდინარეობს, ლაფიანხევის კლდეები. და ამ ლაფიანხევს აქედან წაღებული ნაშალი მასალა ჩააქვს პირდაპირ სოფელ ხაშმთან. ანუ ხაშმთან უერთდება ეს მდინარე იორს. და იქ იკეთებს სქელ ნაფენს. ანუ აქედან აი ეს მეწყერი თლიანი, რაც დაგანახეთ და რასაც ვიდეოს კადრებშიც გაჩვენებთ, თლიანი ეს მეწყერი ჩასული არის, ჩატანილი არის ეს მიწა და დაფენილი არის ხაშმის ირგვლივ. შესაბამისად, ყურძენს უყვარს სქელი ნიადაგი,
და სწორედ ეს ქმნის იმ სქელ ნიადაგს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნიადაგის არ არის ამის განმაპირობებელი ფაქტორი. აქ უკვე შემოდის კლიმატი და ასე შემდეგ. და ყველაფრის კომბინაცია ერთად ქმნის საკმაოდ კარგ გარემოს იმისთვის, რომ ხაშმის საფერავი იყოს გამორჩეული. თუმცა გურჯაანის ჯობია. Какое вино лучше? Красное мухузан или на пареоле? Гурджани. Ага, Гурджани. Пойдем. ზოგადად აქ ეხა ჩვენ ერთ დღეში ამოვედით და მხოლოდ ეს კლდეები ვნახეთ და მთა ცივი გომბორი. თუმცა შეიძლება ორდღიანი ბილიკის მოწყობა ალბათ გაზაფხულზე ისევ წავალ ადრე ხშირად დავდიოდი მაგ ბილიკზე და გაჩვენებთ თქვენს. ესე იგი, შეგიძლიათ დაიწყოთ ასვლა მანავიდან, ანუ სოფელ მანავის ზევით არის ნასოფლარი თარაკი. თარაკიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ასვლა, გადმოხვიდეთ, აქეთკენ ნახოთ მარიამჯვრის ნაკრძალი, ნახოთ ცივს გადახედოთ, უშუალოდ მთაცივზე ახვიდეთ, ანუ იმ მთავარ მთაცივზე, რომელიც არის 1991 მეტრი და შემდგომ წამოუყვეთ ხეობებს და ჩამოხვიდეთ აქამდე. და საკმაოდ ლამაზი ორდღიანი ბილიკი გამოგივათ. არც ძალიან დამღლელი ბილიკი არ არის, ეხა მანძილები დიდი არის, დაახლოებით 15-16 კილომეტრის გავლა მოგიწევთ თითოეული დღის განმავლობაში, თუმცა ნახვად ნამდვილად ღირს. ოღონდ გაითვალისწინეთ, ლაშქრობაში მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის, თუ სად მიდიხართ, არამედ ის, როდის სად მიდიხართ. შესაბამისად, აქ არ წამოხვიდეთ ივლისში ან აგვისტოში. ივლისი ან აგვისტო ტყუილად დაკარგავთ დროს. რა თქმა უნდა, მაგ პერიოდშიც ლამაზია, თუმცა არა ისეთი, როგორიც გაზაფხულზე, მაგალითად მაისის დასაწყისში. აი მაისის დასაწყისში უკვე თავისუფლად შეგიძლიათ ამოხვიდეთ და რა თქმა უნდა, შემოდგომაზეც შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა მაისი ჯობია, იმიტომ რომ განსაკუთრებით იმ ბილიკისთვის, რაც წეგან გითხარით ორდღიანი, იმიტომ რომ იქ გიწევთ უმეტესად ალპურ ზონაში სიარული, ხოლო ალპურ ზონაში შემოდგომაზე გაყვითლებულია ბალახი, ხოლო ზაფხულში უკვე გაზაფხულზე არის ხასხასა მწვანე. ზოგადად საქართველოში არსებობენ მოლაშქრეები, რომლებიც ამბობენ, რომ აი თუ 2000 მეტრზე არავედი, მაშინ რა აზრი აქვს, რა სილამაზეა და ასე შემდეგ. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც რიცხვები მნიშვნელოვანი არ არის და მნიშვნელოვანი უბრალოდ სილამაზე არის, რა თქმა უნდა, გირჩევთ, რომ გომბორზე წამოხვიდეთ. გირჩევთ ახვიდეთ ცივზე, ნახოთ ლაფიანხევის კლდეები, გადახედოთ მარიამჯვრის ნაკრძალს და ასე შემდეგ. ხოლო იმ ადამიანებს ვეტყვი, ვისთვისაც მაინდა-მაინც რიცხვებს აქვს მნიშვნელობა. გომბორის ქედი წელიწადში 4-დან 6 მმ-მდე აზევებას განიცდის, შესაბამისად, მოიცადეთ 2000 წელი და 2000 წლის მერე ცივის მთა იქნება ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. თუ რა თქმა უნდა არ ჩამოიმეწყდა და მერე შეგიძლიათ ნახოთ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ახლა უკან დავეშვებით, რა თქმა უნდა, გზა აქ იმდენად საინტერესო არ არის, რომ რაღაც ვიდეოები გადავიღო და გაჩვენოთ. შესაბამისად, აქ დაგემშვიდობებით. მომდევნო ვიდეომდე.